ძვირფასო თანამემამულეებო მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად უნდა გავიხილოთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება იმას, რომ მოლდოვამ და უკრაინამ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ერთობლივი ქმედებები დაიწყებენ დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონი, სადაც რუსეთის 1500-მდე ეგრეთ წოდებული სამშვიდობო, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, თუმცა რეალურად საოკუპაციო ძალები იმყოფებიან და ამ რეგიონის ბლოკადას დაიწყებენ ერთობლივი ძალისხმებით მოლდოვა თავად, რომლის ნაწილიც არის დნესტრისპირეთი საერთაშორისო და აღიარებული და უკრაინა. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ცვლის დინამიკას რეგიონში, უნდა ვთქვათ, რომ ზოგადად დნესტრისპირეთის საკითხი აქტუალური დიდი ხანია არ ყოფილა, მაგრამ მე პირადად ვფიქრობდი, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა აი ამ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების ფონზე უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის და ომის დაწყების შემდეგ უკრაინის და მოლდოვას კოორდინირებული ქმედებები დნესტრისპირეთის საკითხის მოგვარების მიზნით. კონკრეტულად ამ კუთხით არსებობს ორი ტიპის სცენარი. ერთი არის უშუალოდ სამხედრო მოქმედებებით კონტროლის აღდგენა ამ რეგიონზე და მეორე სცენარი არის გაცილებით უფრო რბილი, დიპლომატიური და სწორედ მეორე სცენარით ახლა აპირებენ მხარეები მოძრაობას, როგორც ჩანს. ეს სცენარი კი გულისხმობს, რომ მოლდოვა და უკრაინა ერთდროულად შემოიღებენ მნიშვნელოვან მკაცრ კონტროლს ეგრეთ წოდებულ საზავო ზონაში, ანუ მოლდოვას შემთხვევაში ეგრეთ წოდებული საზღვარია და უკრაინას შემთხვევაში არ არის ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ მოლდოვასთან საზღვარი არის მთლიანად, რასაც ვუწოდებ დნესტრისპირეთს და ამის შედეგად უნდა მოხერხდეს კონტროლის დამყარება მთლიანად აი ამ რეგიონზე, ანუ გრძელვადიანი პერსპექტივიდან გამომდინარე, რუსეთს არ უნდა კონდეს საშუალება როტაციის, რუსეთს არ უნდა კონდეს საშუალება მათ შორის იქ იარაღის შეტანის, ან ამუნიციის და ასე შემდეგ, ერთადერთი რაც დაიშვება, იქნება საკვები მოსახლეობისთვის, იქ 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენთვის ეს თემა ასევე არის სენსიტიური, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ზოგადად უკრაინა-მოლდოვას საკითხი არის და ჩვენთვის უკრაინის საკითხის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების პრიზმიდან ემოციები რომ გვერდზე გადავდოთ, მაგრამ აი ემოციების დონეზეც და საერთაშორისო სამართლის დონეზეც წელი დაიწყო კარგად ქართული ინტერესებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, ხო? მოხდა მადუროს რეჟიმის დამხობა, რომელიც აღიარებდა აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს და მანამდე მოხდა ჯერ კიდევ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების დამხობა, რომელიც აღიარებდა აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს და ახლა უკვე კიდევ ერთი ესეთი ერთეული არსებობს, რაზეც ახლა ყვებოდი, ეს არის მოლდოვას ეს დნესტრისპირეთის ტერიტორია, რომელიც 2006 წლიდან აღიარებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას, საპირისპიროდ ეს ორი ეგრეთ წოდებული რეჟიმიც აღიარებენ დნესტრისპირეთის ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას. ხო და საინტერესო ის არის, რომ რუსეთს არ აქვს აღიარებული დნესტრისპირეთი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონისგან გასხვავებით. და რუსეთს რა თქმა უნდა ზოგადად იქ არანაკლები ინტერესი გააჩნია. უბრალოდ უნდა გითხრათ მათ შორის, რომ დნესტრისპირეთის ოფიციალური დროშა არის რუსეთის დროშა. და იმ ადამიანებს, იქ მცხოვრებ ადამიანებს ასე ვთქვათ, დაარწმუნეს და დააჯერინეს ის, რომ რუსეთთან უნდა გაერთიანდნენ. ნუ ზოგადად რუსულენოვანიც არის მეტწილად იქ ეს მოსახლეობა და ესეთი ჰიბრიდული ომის მექანიზმებით გარკვეულწილად მათზე ზემოქმედება მოხდა. გარდა ამისა, სოციალური პაკეტებით, დახმარებით, იქნება ეს გაზის მიმართულებით, იქნება ეს სხვა სოციალური საკითხების, რომ ამ ადამიანებს ქონოდათ ლოიალური დამოუკიდებულება რუსეთის მიმართ. ამ ყველაფერს, ამ საკითხებს ახლა თქვენთან ერთად ჩვენ დეტალურად გამიხილავთ რუკაზე და მე განახებთ რა სტრატეგიული მდებარეობა აქვს, რა გავლენები შეიძლება იყოს, რა ცვლილებები მოგიყვებით მაია სანდუს ასევე მნიშვნელოვან განცხადებაზე რუმინეთთან გაერთიანების ან რუმინეთში შესვლის შესახებ
და აი ამ ყველაფერს განვიხილავთ სწორედ რუკის დახმარებით. მანამდე დიდი მადლობა რომ უყურებთ ჩემს ანალიზებს, დიდი მადლობა ესე იგი რომ აქტიურად ალაიქებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და აქაც მოგიწოდეთ რომ კიდევ ერთხელ დაალაიქოთ ეს ვიდეო, დაწერეთ თქვენი კომენტარები, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ღილაკს, ესე იგი შეტყობინებების ღილაკს, ასევე და შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ არხს კომენტარებში და აღწერაში მოცემული საშუალებების მეშვეობით. დიდი მადლობა და ახლა უკვე გადავიდეთ რუკაზე. ესე იგი აქ რუკის მეშვეობით ჩვენ უკვე ხედავთ მთლიანად მდგომარეობას და რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენ დღეს გვაინტერესებს დნესტრისპირეთი. რუკაზე დნესტრისპირეთი აღნიშნული არის წითლად. ხედავთ აი ამ ნაწილს. მთლიანად ეს ტერიტორია არის მოლდოვას ნაწილი, აგერ მოლდოვას სახელმწიფო, რომელსაც არ გააჩნია გასასვლელი ზღვასთან, მიუხედავად იმისა, უკრაინა ცხადია აძლევს მას შესაძლებლობას ისარგებლოს ზღვით, ისევე როგორც რუმინეთიც, მაგრამ landlocked country არის, როგორც ამას უწოდებენ, სპეციალური ტერმინით და აქეთ მდებარეობს რუმინეთი, ხედავთ რუმინეთის საზღვრებს, მათ შორის დედაქალაქი ბუხარესტი. რუმინეთი არის ნატოს წევრი, რუმინეთი არის ევროკავშირის წევრი, რუმინეთში მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, თუ არა ყველაზე მსხვილი, სტამბულს თუ არ ჩავთვლით, პორტი შავ ზღვაზე, კონსტანცას პორტი, აგერ აი აქ ხედავთ, აგერ კონსტანცა და საერთოდ რუმინეთი ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი არის წესით, იმიტომ რომ უკავშირდებით რუმინეთთან პირდაპირ ევროპასთან და ნატოსთან რუმინეთის მეშვეობით. რუმინეთთან გვაშორებს ფოთის პორტიდან 1100 კილომეტრი, რაც არ არის რეალურად შორი მანძილი. რუმინეთი მხარს უჭერს მოლდოვას, მოლდოვა და რუმინეთი ერთი ერია და გაერთიანება სურთ რეალურად და დღეს პრეზიდენტმა სანდუმ, მოლდოვას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თვითონ მისცემდა ხმას კი რუმინეთთან გაერთიანების რეფერენდუმზე, თუ ასეთი დაინიშნება, ამაზე მსჯელობა არის ყოველთვის და საკმაოდ აქტუალური არის, მაგრამ თუ ასეთი მიმართულებით არ წავა პროცესები, მაშინ ევროკავშირში გაწევრიანების გზით ჩვენ ხედავთო რუმინეთთან გაერთიანების შესაძლებლობას. ახლა მნიშვნელოვანი რა არის? რატშია ინტერესებს მოლდოვას რუმინეთთან გაერთიანება საერთოდ? ან რატომ ევროკავშირის გზით? იმიტომ რომ თუ რუმინეთი ცალკე სახელმწიფოდ რჩება, რაც პირდაპირ გითხრათ, თვლად პრიორიტეტული არ არის მათთვის, როგორც ხვდებით, პრეზიდენტი თუ აცხადებს, რომ მზად ვართ შევიდეთ რუმინეთის შემადგენლობაშიო. შესაბამისად, ნატოს წევრობის საკითხი არის რთული აქ, იმიტომ რომ თუ რუმინეთის ნაწილი გახდება, ეგრევე ნატოს წევრი ხდება და თუ არა, მაშინ თვითონ უნდა გაწევრიანდეს ნატოში და ამას სჭირდება საკმაოდ დიდი დრო და ენერგია, როგორც მოგეხსენებათ. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, აი გაერთიანებისთვისაც კი საჭიროა ერთი დიდი ტერიტორიულად არც ისე დიდი, მაგრამ პოლიტიკურად ძალიან დიდი პრობლემის მოგვარება და ამ პრობლემას ქვია დნესტრისპირეთი. დნესტრისპირეთი რატო ქვია, თქვენ ალბათ ძალიან მარტივად ხვდებით. აქ არის მდინარე დნესტრი და ეს სიგრძე, რაცაც ხედავთ, 200 კილომეტრი არის სიგრძეში ეს ტერიტორია დაახლოებით. თუმცა სიგანე მაგალითად ამ ტერიტორიის, აგერ თუ ავიღებთ ეგრეთ წოდებულ დედაქალაქ ტირასპოლს, აგერ აი აქ მდებარეობს, ეგრეთ წოდებული დედაქალაქი ტირასპოლი. აქეთა მხრიდან არის დანარჩენი მოლდოვა, აქეთა მეორე მხრიდან არის უკრაინა. და თუ ავიღებთ აი ტირასპოლის მონაკვეთს 13 და 10 კილომეტრი არის დაახლოებით სიგანე დნესტრისპირეთის, ანუ რომ წარმოიდგინოთ რამდენად პატარა ტერიტორია არის რეალურად. აქამდე რეალურად აი აქ არის ხედავთ კავშირები, ხო? ეს არის უკრაინის ტერიტორია. აქაც არის უკრაინის ტერიტორია და აქეთა მხრიდანაც უკრაინის ტერიტორია. რეალურად უკრაინა სიახლე არ არის, რომ ცდილობდა იქ შეზღუდოს ნებისმიერი კონტრაბანდა და ასე შემდეგ. ზუსტად იგივესაც ცდილობდა მოლდოვა. მაგრამ ამას აკეთებდნენ საკმაოდ არა აქტიურად, ასე ვთქვათ, პასიურად. და რეალურად კორუფციული სხვადასხვა სქემის მეშვეობით გარკვეული კომუნიკაცია ხდებოდა. 1500 რუსი ჯარისკაცი იმყოფება იქ, სამშვიდობო ეგრეთ წოდებული, 500,000 არის დაახლოებით დნესტრისპირეთის მთლიანი მოსახლეობა. რეალურად არ არის ბევრი ამ ტერიტორიისთვის, რამდენიმე ქალაქი არის განთავსებული და უნდა გავიაზროთ, რომ აგერ დედაქალაქი კიშინოვი
და აგერა აქ ტირასპოლი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ გადაადგილება არ არის პრობლემა. ეს არ გავს სრულიად ცხინვალის რეგიონის ან ესე იგი აფხაზეთის შემთხვევას. უფრო გავს აი ცხინვალის რეგიონი 2008 წლამდე როგორც იყო რეალურად, როცა მაგალითად თამარაშენში შეგეძლო და სხვა სოფლების მიმართულებითაც თუნდაც ცხინვალის ჩრდილოეთით მოძრაობა მაგალითად დაახლოებით ეგეთი მდგომარეობა არის და სტატუსი არის იქ შექმნილი. თუმცა ეხლა უკვე გასაგები ხდება, რომ ეს პოტენციური საფრთხეა, მათ შორის რუმინეთის მიმართულებით გაწევრიანების, ევროკავშირში გაწევრიანების, მით უმეტეს ნატოში გაწევრიანების. სწორედ ამიტომ უკრაინასაც ესმის, რომ ეს არის საფრთხე. მე ვფიქრობდი, რომ ცოტა უფრო ადრე უნდა დაიწყოთ საერთოდ და ველოდებოდი ამას, მაგრამ ჯობია გვიან ვიდრე არასდროს. რატომ? რუსეთის დოქტრინაში, რომელიც ეგრეთ წოდებულ ნავაროსიას გულისხმობს, რომელიც სამხრეთ ნაწილის უკრაინის ოკუპაციას მიზნად ისახავს და ეს დოქტრინა არის შექმნილი დიდი ხანია რუსეთში 2014 წლამდე და გულისხმობდა პრაქტიკულად ყველა სამხრეთის რეგიონის ოკუპაციას, მათ შორის ხარკოვის ოლქის, რომელიც ხედავთ, რომ პრაქტიკულად მცირე ნაწილები აქვს ოკუპირებული, ლუგანსკი და დონეცკი ხომ გასაგებია, ზაპოროჟიეს ოლქიც, მათ შორის და დრეპტროპეტროვსკის ოლქიც აქ მცირე ოკუპაცია არის, როგორც ხედავთ ამ ოლქში, ასევე ესე იგი ნიკოლაევის ოლქი, მიკოლაევი ქვია უკრაინულად და ნიკოლაევი რუსულად, სადაც არ არიან რუსები, თუმცა იყვნენ შეჭრილი. გახსოვთ, რომ ხერსონი რომ ქალაქი დაიკავეს, აგერ ქალაქი ხერსონი. შემდეგ უკვე წავიდნენ ნიკოლაევთან და კიდე წავიდნენ ვაზნისენსკთან დაახლოებით აი აქ ჩრდილოეთით და აი აქ გაჩერდნენ რუსები, მეტი ვეღარ შეძლეს წასვლა წინ და რეალურად საინტერესო არის, რომ აქედან დნესტრის პირეთამდე, ანუ მათ ჯარებამდე რჩებოდა 100 კილომეტრი. და საინტერესოა, რომ დნესტრის პირეთის ჯარები არ ჩართეს ბრძოლაში, იმიტომ რომ ის შეიარაღება და ის შესაძლებლობები არ ჰქონდათ დნესტრის პირეთის ძალებს, რომ ესე იგი ფართომასშტაბიან ომში ჩართულიყვნენ უკრაინის წინააღმდეგ ამ ვითარებაში. თუმცა დღეის მდგომარეობით რუსეთი არ კარგავს იმედებს, მართალია ძალიან უჭირს მდინარე რომ გადალახოს, არც ცდილობს პრაქტიკულად, ხერსონი ხომ დატოვეს და გადავიდნენ მდინარის იქეთ ნაპირზე, უკან მარცხენა ნაპირზე და აქედან ვეღარ გადმოდიან, ხოლო რაიმე ჩრდილოეთით გადასვლა ჯერ უნდა ზაპოროჟიემდე მივიდნენ, მერე როგორღაც დაიკავონ ზაპოროჟიე, რაც წარმოუდგენელი ამბავი არის, იმხელა ქალაქი არის და ეგეთი ქალაქი პრაქტიკულად, დონეცკი არის კიდე ეგეთი ქალაქი, მაგრამ დონეცკი ომით არ დაუკავებიათ. სეპარატისტული ტალღის ქვეშ იქ სხვანაირად დაიკავეს, ეს მთელი ამბავი არის 2014 წლიდან, მაგრამ არ ყოფილა იქ ომი როგორც ახლა სხვა ქალაქებშია. როგორც ყირიმი დაიკავეს სევასტოპოლი დაახლოებით, ანუ ერთი გასროლის გარეშე. ასე არ არის და ზაპოროჟიეს დაკავება წარმოუდგენელი ამბავია. ამიტომ რუსებს ახლა ძალიან უჭირთ დნესტრისპირეთთან დაახლოება, თუმცა არ უნდათ ამ იმედის დაკარგვა და რა თქმა უნდა უკრაინას და მოლდოვას აქ ახლა შესაძლებლობა რომ ჩაკეტოს ეს რეგიონი, რბილი სცენარით წავიდეს, ჩაკეტოს, არ მისცეს საშუალება რომ აქ სამხედროებს ჰქონდეთ მნიშვნელოვანი გადაადგილებები, ასევე ჰქონდეთ მომარაგების შესაძლებლობა და ამის მეშვეობით შეძლონ ყველაზე მთავარი იზოლაცია და შეძლონ გარკვეულწილად განეიტრალება ამ საფრთხის, მათ შორის შეიძლება იძულებაც კი მომავალში, რომ ამ 1500-მა სამხედრომ დატოვოს ეს ტერიტორია. როგორც კი დატოვებს, ტერიტორიული მთლიანობა მოლდოვის აღდგება, ანუ მიზანი არის უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი. ჩვენ ეს ასევე მათ შორის ძალიან გვაწყობს. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ კავშირი არ არის, ჯერ დნესტრისპირეთის არარსებობა, ანუ გაქრობა როგორც ერთეულის უკან წაღება არის პრაქტიკულად, თუნდაც არ აღიარებული დნესტრისპირეთისგან, მაგრამ ანუ -1-ია მაინც იმ სიაში, ვინც აფხაზეთს და ცხინვალს რაიმე ფორმით აღიარებს, ეს ერთი საკითხი და მეორე საკითხი, რა თქმა უნდა, უკავშირდება პრეცედენტებს, ხო, რაც უფრო ნაკლები სეპარატიზმი იქნება პოსტსაბჭოთა სივრცეში, მით საქართველოს ინტერესებს ეს აწყობს. შესაბამისად ამ საკითხის მოგვარება უკრაინის და მოლდოვის მიერ, მოლდოვის ინტეგრაცია კიდევ უფრო დასავლეთთან, რუმინეთთან, ევროკავშირთან და ასე შემდეგ გვაწყობს, მათ შორის ეს კიდე აახლოვებს ნატოს, მათ შორის ოდესასთან მაგალითად, ხო, თუ მოლდოვა შევა ნატოში, ან რუმინეთში და მაშასადამე ნატოში, პრაქტიკულად ოდესასთან იქნება ნატო.
რაც უკრაინას ძალიან აწყობს და ასე შემდეგ. ანუ აქ ძალიან ბევრი მდგენელი არსებობს. უკრაინასაც რა თქმა უნდა ეს აწყობს, რომ ასეთი მოკავშირე ყავდეს ძლიერი მოლდოვას სახით და ამიტომ დნესტრისპირეთის მიმართულებით ახლა ერთობლივი მოქმედება ექნებათ და დღეიდან პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, ან ცოტა უფრო ადრე დღეს გამოცხადდა უკვე უკრაინულ მედიაში აქტიურად, რომ იწყებენ ასეთ ბლოკადას, რომელიც პრინციპში ჩემი აზრით დიდი ხანია საჭირო იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით ამ მოვლენებს, ვნახავთ როგორ განვითარდება მოვლენები, შევისწავლით ასევე ამასთან დაკავშირებული საკითხები, იმიტომ რომ ეს აქტუალური არის დნესტრისპირეთის საკითხის მოგვარება, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გვაწყობს და გვაინტერესებს და უნდა დავაკვირდეთ. უკრაინულ ფრონტზე ბარემ აქვე გეტყვით, რომ მდგომარეობა მეტწილად სტაბილურია, ბოლოს რაც გითხარით, გულაიპოლეს მიმართულებით რუსები არიან ქალაქში შესული, მაგრამ ნახევარი ქალაქი უკრაინელებს უკავიათ და არანაირი განსაკუთრებული წინსვლა არ აქვთ. დანარჩენ უბნებში აქ რამდენიმე სასოფლო მეურნეობის, ანუ ქალაქებიც კი არ არის, ოდნავ წინსვლა აქვთ მდინარის მიმართულებით. რეალურად პოკროვსკში როგორც იყო ვითარება, ისეთი ვითარება არის. მირნოგრადი არის რეალურად, რომ ნაწილობრივ დაკავებული აქვთ რუსებს და ამ მიმართულებით პრინციპში სავარაუდოდ დანარჩენ ნაწილსაც, აი ამ ნაწილსაც მირნოგრადის მთლიანად აიღებენ. კონსტანტინოვკას მიმართულებით საერთოდ არ აქვთ წინსვლა, მხოლოდ აი სადაც იყვნენ აი აქ შემოსული, ოდნავ იქვე რჩებიან და არანაირი ცვლილება არ არის. და ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი კუპიანსკი ხედავთ, რომ მთლიანად განთავისუფლებულია რუსული შეიარაღებული ძალებისგან, თან კარგად შორს არიან საკმაოდ, ეხლა ქალაქიდან 5-10 კილომეტრი არის დაახლოებით ნორმალური ვითარება. დანარჩენ უბნებზე, ესე იგი საზღვრის და ასე ვთქვათ, ასე მცირე სადაც არის საკონტაქტო, ასე ვთქვათ, ხაზები და დაპირისპირება არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ეს მნიშვნელოვანი მდგენელია. ზოგადად უნდა ითქვას, რომ უკრაინას ხშირად ბომბავენ დრონებით, აი ოდესას. და რა თქმა უნდა ის რომ დრონები არავითარ შემთხვევაში არ აღმოჩნდეს დნესტრისპირეთში, მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ აქედან არ იყოს დაბომბვა იგივე უკრაინის ან მოლდოვას სამომავლოდ ზოგადად. ამიტომ ეს საკითხი ეხლა დღის წესრიგშია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შეხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.